საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს დღის კომენტარი. თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა თურქეთსა და საქართველოს შორის. დღის კომენტარის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან ოსმან თურანი, პაატა შეშელიძე და პაატა კურტანიძე. ახლა კი 5 იანვარის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა, მაგრამ დღის კომენტარი განაგრძობს საპრეზიდენტო კანდიდატებთან საუბარს. პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან ბრძოლაში დემონსტრაციების როლს უარყოფს და საარჩევნო ყუთს ამჯობინებს. დღის კომენტარის სტუმარია ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი დავით გამყრელიძე. საღამოშვიდობისა ვართ დავით. საღამოშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისათვის. ტელემაყურებელს კი შევახსენებ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22 13 და 22 14. რადგან დავით ვიდრე უშუალოდ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდოდეთ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სამზადისი ამ კამპანიისთვის, რა პირობებში ჩატარდება არჩევნები. დიალოგი ხელისუფლებასთან, როგორც თქვენი პარტია ამბობს, ამ ეტაპზე დასრულებულია, მაგრამ საინტერესოა რა შედეგით დასრულდა ეს დიალოგი. მინდა ჩვენს ტელემაყურებელს მივესალმო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, მართლაც ჯერ არჩევნები არ დანიშნულა, მაგრამ მოქმედმა პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა ხელისუფლება, შემიძლია ვთქვა, და მთელი ამ დღეების განმავლობაში ის ყოველდღიურად საათობით არის პირდაპირ ეთერში, იყენებს რა თავის თანამდებობას, იყენებს თავის მდგომარეობას, იძლევა დაპირებებს და ამ დროს სხვა კონკურენტებს არანაირი საშუალება ამისი არ აქვს. ეს მიუღებელია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარი სამართლიანი არჩევნების მოლოდინი, უფრო სწორედ თანაბარი პირობების მოლოდინი არ უნდა გქონდეს და ამის ილუზია მე არ მაქვს, მაგრამ ამავე დროს მე მინდა დავამშვიდო ჩვენი ამომრჩეველი, დავამშვიდო ჩვენი ტელემაყურებელი და შევახსენო ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოს პერიოდში საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში, როდესაც ყველა მედია საშუალება, ყველა გამოცემა, ყველაფერი მუშაობდა საბჭოთა რეჟიმზე, მაინც ხალხმა არჩევანი გააკეთა ეროვნული ძალის მხარდასაჭერად, ზუსტად გამსახურდია საბჭოთა არჩევნებით მოიყო. ასე რომ მე არ მაშინებს, მინდა განვაცხადო, რაც არ უნდა რთული პირობები იყოს. მე აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ერთი ტელევიზია გამოეთიშა აი ამ საერთო მედია სივრცეს და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების ამარა დაქტოვა, მე იმედი მაქვს იმისა, რომ საზოგადოება ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს 5 იანვარს და ხალხის გადაწყვეტილებას ვერაფერი ვერ შეეწინებდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერ გააყალბებს ამ არჩევნებს და ის შედეგი, რაც იქნება მიღებული, ეს იქნება ხალხის გადაწყვეტილება, ხალხის პოზიცია. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ეს არჩევნები, წმინდა იურიდიულ საკითხებს ალბათ არ შევეხოთ ახლა, მაგრამ ზოგადად რაც შეეხება დიალოგს. მართლაც ჩვენ პირველები გამოვეხმაურეთ საქართველოს პატრიარქის მოწოდებას, რომ დაწყებულიყო დიალოგი და მართლაც დიალოგი ყოველთვის ჯობია, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის არარსებობას, დაპირისპირებას, რაღაც პოზიციების რადიკალიზაციას, რაც ნამდვილად იყო საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ. დიალოგის შედეგად მიღწეული იქნა ერთი მთავარი, რომ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინც და მაინც დიალოგის დამსახურება იყო, აქ აქტიურად ჩაერთო მთელი მსოფლიო თანამეგობრობა, მთელი ცივილიზებული სამყარო და მეორე, ალბათ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად და საზოგადოებისთვისაც ის, რომ გადაწყდა თითქოს ირაკლი ბათიაშვილის განთავისუფლების საკითხი, აქ არის ვადაზე, ეს მოხდება იანვრის პირველ რიცხვებში თუ ახალ წლამდე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო და მესამე ის, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება სერიოზულ დათმობებზე წავიდა. მე მინდა ობიექტური ვიყო, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ დათმობებზე ჯერ კიდევ 7 ნოემბრამდე იყო წასული ხელისუფლება და იყო შემოთავაზებები იმ ფორმულასთან დაკავშირებით, რომელიც ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ ივნისში მემორანდუმის ფორმით ჩვენ გავაცანით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა ელჩს და ვთხოვეთ, რომ იქნებ თქვენ მაინც გვიშუამდგომლოთ, თქვენ მაინც მიაწოდოთ ხელისუფლებას, რათა ჩვენი ნათქვამი არ მიიღონ როგორც რაღაც მარცხი მათი მხრიდან და თავიდანვე არ იყოს ისეთი პოზიცია, რომ ჩვენ ამას არ ვიზიარებთ. ამ მიმართულებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს უკვე საუბარია 7-6 პროპორციაზე, ანუ 7 ხელისუფლების მხარეს და 6 ოპოზიციური პარტიების მხარეს, ასე ვთქვათ, კოალიციური პროფესიული ნიშნით შერჩეული 7 პარტიული, მაგრამ თქვენ მიგაჩნიათ, რომ 7 გამომა საბოლოოდ. არა, ჩვენ არ მიგვაჩნია, ეს რეალურად ესეა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც EUTO-ც ამას აღიარებს, მაგრამ მოდით დღეს ბევრ დროს ამასთან დაკავშირებით ნუ დავკარგავთ. მე ვთვლი, რომ
ეს იძლევა გარკვეულ გარანტიებს, რა თქმა უნდა, არა აბსოლუტურს, იმიტომ რომ სრული პარიტეტი იქნებოდა უკეთესი, საერთოდ რო იყოს საშუალება საქართველოში რო იყოს მართლაც ისეთი პროფესიული კომისიები, რომლის მიმართაც დობა ექნებოდა პირველ რიგში საარჩევნო სუბიექტებს, აი ამ შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატებს და მე რაც ვსავარია ამორჩეველს. ჩემთვის ეს ცვლილებები ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა ამორჩეველმა ირწმუნოს, რომ 5 იანვარს მოსვლა ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი ეთერითაც, გუშინაც ვისაუბრე ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, რომ ძვირფასო ამორჩეველებო მთავარი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ამორჩეველი მივიდეთ საარჩევნო ყუთთან. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, დათო, თავად გამსაზღვროთ, თქვენ, მე, თითოეულმა მოქალაქემ, მაშინ აქტიურები უნდა ვიყოთ არჩევნების დღეს. თუ ყველამ ხელი ჩაიქნია, ან თქვა რომ მე იქ ჩემი 1 საათის დროის კარგვით ტყილა უბრალოდ მაინც ვერაფერს ვერ შევცვლი, რატო უნდა გავაკეთო? მე აღარ უნდა ვიწუწუნოთ. თუ 5 იანვარს ისევ ამორჩევლის პასიურობის გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და იმ გუნდმა ისევ მერაბიშვილმა, ლომაიამ, ბენდუქიძემ ამ შემადგენლობამ ისევ დაიკანონა ხელისუფლება, მაშინ 5 წელიწადი ყველას მოგვიწევს ამ რეალობასთან შეგუება. აი ეს რო არ მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მირწმუნოს ამ არჩევნების, ყველა მოვიდეს 5 იანვარს არჩევნებზე და ყველამ გააკეთოს ისე არჩევანი, რისაც მათ წამთ. და კიდევ ერთი დათო, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში მართლა სულ ეს ხდებოდა, რომ ვიღაცის სიძულვილით, ოღონდ ეს არა და მეტი არავინ არაფერზე არ აკეთებდა. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, ხშირად არჩევანი კეთდება ანან პრინციპით, ოღონდ ის არა და გონივრული არჩევანი. ეს არის განწყობა. მე მახსოვს 2003 წელს, ოღონდ შევარდნაძე არა და ვინც გინდა იყოს. მანამდე იყო ეს, რომ ოღონდ გამსახურდი არა და ვინც გინდა იყოს და ჩვენ ყოველთვის კიდევ უარესი მივიღეთ. დღესაც არ შეიძლება მარტო ეს მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ამორჩევლისთვის, რომ ოღონდ სააკაშვილი არა და ვინც გინდა იყოს. მოდი დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რა იქნება ხვალ, რა იქნება შემდგომ. ძალიან კარგად მოусმინეთ შემდეგ. დიახ, არჩევნების შემდეგ. რა ხელისუფლება მოდის, ვინ არის პრეზიდენტობის კანდიდატი, რა გუნდი ყავს მას, რა პროგრამა აქვს და რა პოლიტიკური ისტორიით მოვიდა ის დღევანდელ დღემდე. რამდენად იყო თანმიმდევრული, რას აკეთებდა და რამდენად სანდოა ის დაპირებები, ის პროგრამა, ის სამოქმედო გეგმა, ჩვენ როგორც ვთქვათ, მხოლოდ სააკაშვილს არ გულისხმობთ ამ შემთხვევაში, არამედ გულისხმობთ სხვა კონკურენტებს. რა თქმა უნდა, მე ვთავაზობ საზოგადოებას, ჩემს გუნდთან ერთად, ჩემს კანდიდატურას და მე მზათა ვარ გავცე ყველა კითხვას პასუხი თქვენს მიერ, ჟურნალისტების მიერ დასმულს. საზოგადოების მიერ. მე პასუხისმგებელი ვარ დათო ჩემს ყველა ნაბიჯზე, პოლიტიკური მოღვაწეობაზე და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რაც მიკეთებია და ასევე პასუხისმგებელი ვიქნები იმ დაპირებებზე, იმ ნაბიჯებზე, იმ პროგრამაზე, იმ სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც მე მივდივარ ამ არჩევნებზე, მივდივარ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს ეს უსამართლობა, დასრულდეს ეს რაღაც გაუცხოება ხალხთან და დაიწყოს იმ ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე. და აი ხალხმა გადაწყვიტოს, მართლაც როგორი სახელმწიფო იყოს საქართველო. იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, თუ საპარლამენტო მონარქია. თუ იყოს საპრეზიდენტო მოდელი, ოღონდ არა ასეთი საპრეზიდენტო მოდელი, რომელიც არ არსებობს. მე მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო მოდელმა საქართველოში თავისთავად ამოწურა. მას პერსპექტივა არა აქვს და ვიცი რა ხალხის განწყობად საზოგადოებაშიც ეს დაკვეთა. მაგრამ საპარლამენტო მოდელს თქვენ კარგად იცით, ეს აქვს ორი ფორმა. ერთი ნამდვილად საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე, ეს არის საპარლამენტო მონარქია და არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც არის პრეზიდენტი, აქაც არის სხვადასხვა ვარიანტები. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, ავიღოთ გერმანული მოდელი, საერთოდ სიმბოლურია, არსებობს სხვა ქვეყნის მოდელები, იგივე ჩეხეთის და ასე შემდეგ, სადაც ვეროთ უფრო გავლენიანია და იგივე თურქეთის მაგალითი მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ზაფხულში ძალიან სერიოზული ნებათვალყელობა იყო, მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, სწორედ იმის გამო, რომ მართველი პარტია, ერდოგანის მართველი პარტია, პრეზიდენტად საპარლამენტო რესპუბლიკაა თურქეთი, ირჩევდა გარკვეული პოლიტიკური ისლამის წარმომადგენელს, აბდალა გულს და იყო ძალიან სერიოზული პროტესტი. დაინიშნა ვადამდელი არჩევნები და მაინც უმრავლესობამ საზოგადოება. ეს არის დემოკრატია. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ჩვენც გვაქვს ახლა ვთქვათ ვადამდელი. მაგრამ მე არ შემიძლია დიალოგთან დაკავშირებით არ ვთქვა, რატო გამოვედით ჩვენ ამ დიალოგიდან, რატო ჩავთვალეთ, რომ ეს შევიდა ჩიხში, რატო დავსვით ჩვენ წერტილი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, დათო, ეს იყო ჩვენთვის ძალიან პრინციპული მედია საშუალებების აღდგენა და ეს იყო ტელეიმედი და ალბათ თქვენ სოლიდარულები ხართ. ყოველ შემთხვევაში შინაგანად მაინც რომ
ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფლება, ტელეკომპანიებს ჰქონდეთ თავისუფლება და იმედს მიეცეს საშუალება, რომ იმაუწყებლოს თავისუფლად და მეორე ეს არის ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც რა ინფორმაციაც მე გამაჩნია დღემდე გრძელდება და ეს სახიფათოა რომ არ გაგრძელდეს არჩევნების ბოლომდე. მე ვპირდები ამ მომრჩეველს, რომ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, იმ წარმომადგენლობებთან ერთად, რომელიც ძალიან სერიოზულად დააკვირდებიან და უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში აქ ჩამოვა დიდი ჯგუფი დამკვირვებლებისა, საერთაშორისო დამკვირვებლებისა, ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ რაღაცა დაშინების გზით მოახდინონ გავლენა ამ მომრჩეველს. ბატონ დავით, აი იმ საკითხებზე, რასაც თქვენ თქვით, მედია საშუალებების მუშაობა, აი პოლიტიკური დევნა, როგორც თქვენ თქვით, მიმდინარეობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთი ნაწილი აპირებს ისევ დემონსტრაციების გზას მიმართოს. ისევ მიუღებელია ამ შემთხვევაში თქვენთვის ეს გზა? მაშინ როდესაც დემონსტრაციები, მოდით შევთანხმდეთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ძალიან ნორმალური ფორმა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, მიტინგი, პროტესტის გამოხატვის ფორმა და თუ შენ ჯდები რაღაც დაწესებულ ჩარჩოებში, კანონში, მაშინ არავითარ პრობლემას არ იწვევს. როდესაც ჩვენ ხშირად გვაჩვენებენ კადრებს, რომ აი საზღვარგარეთ ხდება სრემსადენი გაზის გამოყენება, ხელკეტის გამოყენება და ასე შემდეგ, ეს ხდება მაშინ, როდესაც მომიტინგე გადადის ძალადობაზე, არღვევს კანონს, არღვევს უკვე საზოგადოებრივ წესრიგს და აქ სახელმწიფო იძულებულია გარკვეული ძალა გამოიყენოს, რომ შეაკავოს ასეთი ძალადობა. ეს ხდება ხან ფეხბურთის მატჩზე, ან ხდება რაღაც საპროტესტო აქციის დროს, განსაკუთრებით საფრანგეთში, პარიზში, ძალიან ხშირად არის ხოლმე და ეხლაც გაფიცვები მიმდინარეობს იქ პროფკავშირების მხრიდან. შეიძლება ამ მიმართულებით წავიდეს. შეიძლება ფრანგებს ახასიათებთ ეს, მაგრამ იქ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში კანონს არღვევს და მოძალადეა მანიფესტანტი და არა სახელმწიფო. აქ პირიქით მოხდა და ეს იყო სავარაუდო. ჩვენ ხო არ ცხოვრობ დემოკრატიული რეჟიმის პირობებში. ჩვენ ხო არ გვყავს დემოკრატიული ხელისუფლება. ჩვენ გვყავს ტიპიური ტოტალიტარული ხელისუფლება. ტოტალიტარული ოდნა, მე მგონი, მაინც ტოტალიტარული ძალიან ისეთი. მე მგონი მთელი მისი მოქმედებებით ეს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება და მე გუშინაც საუბრობთ, დღესაც მინდა ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილება ეს არის აბსოლუტურად სიმბოლური, აბსოლუტურად ფასადური. აქ ისევ და ისევ, როგორც თვითონ აცხადებდნენ, ხელისუფლების ხერხემლად მიტინგებთან რომ მივიდეთ, ვანო მერაბიშვილი ამ სიტუაციაში ვანო მერაბიშვილი ხვალაც დაარბებს ამ მიტინგს და მე არ მინდა და მოუწოდებ ყველას თავისი გზა აქვს, მე პატივსცემ სხვა პოლიტიკურ ძალებს, პატივსცემ იმ საბჭოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც არჩევნები დანიშნულია, ესეთი რადიკალიზაცია არ არის საჭირო. ჩვენ ისევ საზოგადოებას, ისევ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეული საფრთხის ქვეშ ვაყენებთ. მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის პირობებში შეიძლება ჩატარდეს შეხვედრა ამორჩეველთა ქუჩაში, მიტინგის ფორმაც ჰქონდეს ამას, შეიძლება ჩატარდეს კამპანია, მაგრამ მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ ჩვენ 24-ში. აი, როგორ იქნება თქვენი საარჩევნო სტრატეგიაც გარკვეულწილად, ან ტაქტიკური 24-ში ჩვენ გვექნება ჩემის ინფორმაციით პრეზიდენტ სააკაშვილი 24-ში უნდა გადადგეს, ჩვენ 24-ში დანიშნული გვაქვს პარტიის ყრილობა, სადაც ოფიციალურად უნდა მოხდეს ასე ვთქვათ დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატისა პარტიის მხრიდან. აქ მე იმედი მაქვს, რომ მარტო არ იქნება ჩვენი პარტია და ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები შემოგვიერთდებიან. საუბარია მრეწველთა პარტიაზე და ჩვენ ხვალ შეხვედრა გვაქვს მრეწველთა პარტიის ოფისში, მე როგორც სავარაუდო კანდიდატს და როგორც მათ პოლიტიკურ პარტნიორს, ხვალ 12 საათზე ჩვენ მრეწველების ოფისში შევხვდებით. შემდგომ 3-ის ნახევარზე მე მაქვს შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან და ველოდები ეროვნულ დემოკრატებით შეიძლება მათ მხარდაჭერასაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფხედველობრივი ერთობა დათო. ჩვენთვის არ არის სულ ერთი რომელი პოლიტიკური ძალა გიჭერს მხარს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შენი ვალდებულებები იმდენად კიდევ ერთი განსხვავება ეროვნულ საბჭოსთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ხაზგასმულად წყალგამყოფს ვავლებთ ეროვნულ საბჭოსთან, თუნდაც იმიტომ რომ მათი გზა ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რამდენიც არ უნდა თქვან, იყო რევოლუციური, ჩვენი არის არარევოლუციური. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით. გახსოვს ჩვენ 2003 წელსაც ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ეხლაც და ჩვენ მიგვაჩნია რომ რევოლუცია ძალადობა ყოველთვის შობს ახალ ძალადობას. ის ყოველთვის არის დამანგრეველი და ჩვენი არჩევანი, ჩვენი შეთავაზება, ჩვენი გზა ყოველთვის იყო არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, კონსტიტუციური გზით შევცვალოთ ხელისუფლება. ეს შანსი მოგვეცა. ეს შანსი მოიპოვა ქართულმა ხალხმა უბრალოდ ხელისუფლება მიიყვანა საკუთარი თავი იმ მდგომარეობამდე, რომ იძულებული გახდა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ ლეგიტიმურობა შეენარჩუნებინა, უბრალოდ რაღაცა ფორმით დაებრუნებინა, თუ მას აირჩევენ. მე გამოვრიცხავ ამას, ვიცი რა განწყობა დღეს საზოგადოებისა, მართლაც ვერ ვხედავ პერსპექტივას, როგორ შეიძლება
დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა 5 იანვარს მხარდაჭერა მოიპოვოს. ჩვენ სწავლობთ საზოგადოებრივ ასს, ჩვენ მუშაობთ დღეს მთელ საქართველოში, მე ვერ ვხედავ ამის პერსპექტივას, მაგრამ თუ იქნება სამართლიანი არჩევნები და აი ყველამ მოიპოვოს ის ხმები, რაც მას ეკუთვნის. მე გუშინ განვაცხადე და დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემი პარტნიორების თუ ასე ვთქვათ, სხვა კანდიდატების საყურადღებოდ. ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირადად მთავარი მოწინააღმდეგე არის მიხეილ სააკაშვილი. ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამ არჩევნებით დავამკვიდროთ და შევქმნათ პრეცედენტი, რომ შეიძლება პრეზიდენტის და ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით საქართველოში. ესეთი რამ არ მომხდარა დღემდე და ეს ჩემთვის და მე მგონი ჩემი ქვეყნისთვისაც, ჩვენი საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთელ მსოფლიოს უჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია არჩევნების გზით მშვიდობიანად ხელისუფლებას შევცვლოთ. ამიტომ მე მზათა ვარ, თუ პირველ ტურში ნებისმიერი ოპოზიციური კანდიდატი აჩვენებს უკეთეს შედეგს და გავა მეორე ტურში, ვიდრე მე მას მხარს დაუჭერ და მის სასარგებლოდ მოუწოდებ ჩემს ამომრჩეველს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასევე თუ ნებისმიერ შემთხვევაში და მე ასევე ვითხოვ, განსხვავება შეიძლება იყოს იდეოლოგიური. რა თქმა უნდა, ჩემთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. მაგრამ ამას ვითხოვ ჩემი კოლეგებისგან, ამას ვითხოვ სხვა კანდიდატებისგან, რომ არის ამ თემებზე საუბარი, ბატონ დავით საერთოდ. არა, ამაზე კონსულტაციები არ გამართულა, მე იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა და მე იმედი მაქვს, რომ თუ ეს საუკეთესო კანდიდატი ოპოზიციიდან იქნება თქვენი მონამორჩილი, მაშინ ასეთივე მხარდაჭერას მე მოვიპოვებ იგივე ბატონ დავით, აქვე რომ ვიკითხოთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ პრობლემა არ იქნება ჩემს მეგობრთან ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ვთხოვ მე შალვან ათელაშვილს, არ ვიცი. თუმცა იგივე თქვენი მეგობარი და მისი მხარდაჭერები შეიძლება ამბობენ, მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ აი სწორედ ლევან გაჩეჩილაძეს დაუჭირონ პირველივე ტურში მხარს. აი ესეც მოდი დათო გავმართოთ, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საზოგადოებაში არის ესეთი აზრი ჩამოყალიბებული, რომ აი რატო ვერ შეთანხმდა ოპოზიცია, რატომ არ არის ერთიანი კანდიდატი. საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ პირველ ტურში იმარჯვებს ის კანდიდატი, ვინც მოსული ამომრჩევლიდან 50%-ზე მეც იღებს პლუს 1 ხმით იღებს პირველივე ტურში. თუ ჩვენ ვერ მივახციეთ, რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მოყვანას და მოზიდვას არჩევნებზე. თუ ჩვენ თითოეულმა კანდიდატმა ვერ მოვახერხეთ ჩვენი მონაწილეობით ჩვენი ელექტორატის მობილიზაცია, მაშინ გამოვა ისე, რომ ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ნამდვილად აქვს დღეს ხელისუფლებას. ეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი, ეს არის ის თანამშრომლები, ის ძალოვანი სტრუქტურები, ჯარი, პოლიცია და ასე შემდეგ, რომელიც გარკვეულ პროცენტს, ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს 20% თუ 25% ნამდვილად შეადგენს, რასაც ქვია სკამის რეიტინგი. აი ამ სკამის რეიტინგს თუ ჩვენი დაბალი აქტივობით არჩევნებზე გავაკეთებთ ისე, რომ 25%-ს მთელი მოსახლეობისა გავხდით 50%-ს, ანუ რაც ნაკლები მოვა, მეტად გაიზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა პროცენტული ოდენობა, მაშინ ჩვენ პირდაპირ დაუთმოთ ხელისუფლებას ისევ სააკაშვილს. ამ შემთხვევაში ბევრი კანდიდატი არის სტრატეგია, რომ ბევრი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შალვან ათელაშვილის მონაწილეობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მას ყავს თავისი ძალიან სპეციფიური ამომრჩეველი, ისევე როგორც ალბათ მე და ჩემს მეგობრებს, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ყავს თავისი მხარდამჭერები. ჩვენი არ მონაწილეობით შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ ჩვენი მხარდამჭერი იმედი გაუცრუდეს და ჩათვალოს, რომ არ ღირს საერთოდ მონაწილეობის მიღება. ანალოგიურად მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც მხარს დაუჭერს, მე არ ვიცი, გაერთიანებულ ოპოზიციას და ეროვნულ საბჭოს, მხარს დაუჭერს ლევან გაჩეჩილაძეს. შეიძლება იმ ამომრჩეველმა არ შეიწუხოს თავი და დავით გამყრელიძისთვის ან შალვან ათელაშვილისთვის არ მოვიდეს ამ არჩევნებზე საერთოდ. ამიტომ ჩვენი ამოცანა პირველ ტურში ეს არის მაქსიმალური მობილიზაცია ამომრჩევლისა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და ამ შემთხვევაში ყველაზე ობიექტური იქნება. არა ჩვენ შორის რაღაც გარიგებები, არა ის რომ ვინ ჯობია, მე უკეთესი პროგრამა მაქვს, მე უფრო მზათა ვარ ამისთვის და ასე შემდეგ. ეს გავს რაღაცა ხალხის ზურგს უკან გარიგებებს და ჯობია თავად ხალხმა გადაწყვიტოს ეს და ჩვენ ყველა მერე პატივი ვცეთ ხალხის გადაწყვეტილებას. პროგრამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ერთ კანდიდატსაც უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ გარკვეულ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ესაა ბადრი პატარკაციშვილი და თქვენ იმყოფებოდით ლონდონში, მას შეხვდით, ამაზე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობდით, მაგრამ რა იყო ამ შეხვედრის მიზანი, ბატონ დავით და თუ იყო იქ საუბარი იმაზე, რომ ბადრი პატარკაშვილი დღეს თქვენი კონკურენტი იქნებოდა. არა, მაშინ საერთოდ არ ამიფიქრობდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს იყო 2 ნოემბრამდე რამოდენიმე დღით ადრე. მაშინ რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესი იყო, რომ ჩვენ ყველას გვენახა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბადრი პატარკაციშვილის როლი, როგორც ტელეიმედის ფლობელის, როგორც გავლენიანი ავტორიტეტული ადამიანის პოზიცია. იცით რომ იგი აქტიურად იყო ჩართული ყოველ შემთხვევაში მხარს უჭერდა და აცხადებდა რომ მე ვაფინანსებ ოპოზიციას
და მე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს ბადრისთან და რა თქმა უნდა დაფინანსების საკითხი უცებ რომ მოხსნათ ხომ გაფინანსებთ ახლა პატრიკაცში თუ კატეგორია არ არის დაფინანსებაზე საუბარი ჩვენ არასაარჩევნო პერიოდში ფინანსებით სახელმწიფოსგან რომელიც უნდა ითქვას რომ მართლაც არასაარჩევნო პერიოდისთვის შეიძლება რომ იარსებო ამ თანხებით მაგრამ რა თქმა უნდა ახლა კამპანიის დროს ჩვენ სერიოზული დაფინანსება სერიოზული თანხების შეგროვა ანუ ფანდრაიზინგი დაგჭირდება და ჩვენ ღიად მუშაობთ ამაზე მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტი იბარებს ბიზნესმენებს აფრთხილებს საფინანსო პოლიციაში ყველა მსხვილ კომპანიას იბარებენ და ფინანსური პოლიცია თხოვს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად რომ 100,000 ლარი დაეხმარონ მართველ პარტიას და მერე თავად დაეხმარებიან მიუხედავად ამისა ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება ფართო მონაწილეობა იყოს ჩვენ ხვალ ვაგზავნით ყველა მსხვილ ბიზნეს სტრუქტურაში ჩემს ღია წერილს რომლითაც მივმართავთ თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში მრავალ კანდიდატიან არჩევნებს თუ რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ არჩევნებს რა მნიშვნელობა აქვს კონკურენციას და სწორედ აი ამ წერილების საფუძველზე ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე მე იმედი მაქვს რომ და არა მარტო ბიზნეს სტრუქტურებიდან მე მინდა რომ ეს იყოს მასობრივი და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ამ დაფინანსებაში მონაწილეობა თუნდაც ეს იყოს სიმბოლური ვთქვათ 5 და 10 ლარი იმიტომ რომ დათო თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ ერთ დაფინანსებელზე მიმული პოლიტიკური პარტია მით უმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატი ეს არის ძალიან სახიფათო და ჩვენ ყველამ ნებისმიერ სფეროში სახიფათოა ნებისმიერ სფეროში განსაკუთრებით პოლიტიკაში მაგრამ როდესაც ეს არის მასობრივი და ჩვენ გამოვაქვეყნებთ გვექნება ამის რეკლამა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თავის სიმბოლური შენატანი გააკეთოს ჩვენ საარჩევნო კამპანიაში იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ დამოკიდებული ძვირფასო მეგობრებო თქვენზე და არა ვთქვათ ერთ კომპანიაზე თუმცა კომპანიების მსხვილი ბიზნესის წვრილი საშუალო ბიზნესის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. პატარკაციშვილს ჩემს გადაუხვიეთ, ჩემი ბრალია და თუ შეიძლება ვიზიტი უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ ჩვენ გვეპოვა და ჩვენ ყველაფერი ვაკეთეთ ამ დღეების განმავლობაში და თო გახსოვს იდეა ჩვენი რეფერენდუმის შესახებ, რომელიც საბოლოოდ მაინც გაკეთდა, მაგრამ დაგვიანებით სამწუხაროდ ადრე რო გადაეწყვიტა პრეზიდენტ სააკაშვილს შეიძლება აქამდე არ მისულიყო სიტუაცია. იყო საუბარი სწორედ რაღაცა გამოსავლის გზებზე, მაშინ რეფერენდუმზე ჩვენ არ ვიყავით ჯერ ჩამოყალიბებული და ჩემი მხრიდან იყო სწორედ წინადადება, რომ ბადრი პატარკაციშვილის აქტიური ჩართვა მიტინგში, თქვათ, აი ამ პროცესებში ალბათ არ იყოს სასურველი და გააკეთა კიდევაც განცხადება, მაგრამ მე როდესაც დაიძაბა სიტუაცია, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, მან გადაწყვიტა, რომ მაინც ის უნდა იყოს ხალხთან ერთად, უხერხული იქნებოდა მისი მხრიდანაც და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. შემდგომ უკვე პროცესები წარიმართა, როგორც წარიმართა. ხელისუფლება როგორც უყურებს ამ ყველაფერს, ანუ ვერსია, თქვათ, სახელმწიფო შეთქმულების შესახებ. თლიანად გამორიცხავთ ამ ვერსიას. მოვიცხავ იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც მე გამაჩნია. მე აღარ მინახავს ბადრი პატარკაცშვილი მას შემდეგ რაც იგი მიტინგზე გამოვიდა და გაემგზავრა, მაგრამ ყველა ვიცნობ ყველა მის ოფიციალურ განცხადებას. მის საუბრებს, იმ ჩანაწერებსაც, რომელიც გამოქვეყნდა და დათო მართლა მაინტერესებს უბრალოდ, სად არის იქ ან შეთქმულების რაიმე ნიშნები, ან გადატრიალების, ან დამხობის, ან ანტიკონსტიტუციური მოქმედებების ხაზგასმით მე ყოველთვის ისეთ გამადიდებელი შუშით უყურებ არა მარტო ბადრი პატარკაციშვილის, არამედ ყველა პოლიტიკოსის თუ საზოგადო მოღვაწის ასეთ განცხადებებს, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყანა და მე არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმე ქვეყანა გაიმეტოს რევოლუციისთვის და ტელეფონო საუბრები, სადაც თქვათ რუს დიპლომატებთან არის ხოლმე ოპოზიციის ლიდერები. ცოტა სხვა თემაა. მართლაც მე თავიდანვე ვთქვი და პოლიტიკური შეფასებაზე გამოვიწვიე ჩემი კოლეგების მხრიდან, მაგრამ ეს იყო მძიმე მოსასმენი. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, თუნდაც ის თემა, როდესაც იყო საუბარი, რომ რატომ არ დაძარით, როგორ არ დაძარით, მაპატიეთ, მაგრამ ვის ძრავდნენ, სად ძრავდნენ? ვის რა უფლება აქვს ხალხის ბუნებრივი პროტესტი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების დროს, ეს შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხს ძირითად პოლიტიკურ ლიდერებს ეყოთ იმის გონიერება, რომ არ დაეძრათ, არ ჩაებათ ამ პროვოკაციაში, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დიდი ძალადობით ძალიან სერიოზული ტრაგედიით დასრულებულიყო. ბატონ დავით, პროგრამაზე რომ გადავიდეთ, ესეთი ზოგადად რომ შევხედოთ, არის თუ არა თემები, რასაც დღეს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს და რომელიც თქვა თქვენთვის მისაღები იქნებოდა, რომელსაც გააგრძელებდით. ვიცი რომ ბევრი იქნება, რომელსაც არ დაეთანხმებით, მაგრამ ასეთი თუ არსებობს. მოდი ჯერ ერთი ვთქვათ, ხელისუფლება უცებ ერთ კვირაში გადატრიალდა 180 გრადუსით შეიცვალა და რეალურად, რასაც 4 წელიწადი აკეთებდნენ, იმის საპირისპიროს კეთება დაიწყო. რაზეც ჩვენ
ვედავებოდით, ვეკამათებოდით, იყო სულ ამაზე დავა. აი მე გადავწყვიტე რომ 5 წუთი შემეხედა მაინც კონკურენტისთვის, სააკაშვილისთვის და როდესაც ის ვეტერანი თუ შეუძლებელი ხა საათობით, მთელი დღე საათობით მიდის მისი პირდაპირ ეთერი და მე ნამდვილად არ მაქვს საშუალება რომ ჩვენი პრესსამსახური ზის და მე მოკლე ასე ვთქვათ მიმოხილვას ვერ დავიჯერებ რომ ინფორმაციას არ იღებ. არა, რა თქმა უნდა ვიღებ დაწვრილებით, მაგრამ არა იმით რომ მე მთელი დღე რო ტელევიზორთან ვიჯდე, მაშინ კამპანია ჩაიშლება საერთოდ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს რომ შეწყდება და თქვენი ტელეკომპანიაც როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიცავს იმ კანონს, რომელიც არსებობს, როდესაც ყველა კანდიდატი უნდა შეადგეს თანაბარ პირობებში და თანაბრად გადანაწილდეს დრო. მე ნამდვილად აქვს ამის იმედი და იმედი მაქვს რომ სხვა კერძო კომპანიებიც ამას განახორციელებენ. და იქ იყო საუბარი რომ აი ვეტერანებს თქვენ ესე უყურადღებოდ დაგტოვეთ, პენსიები, სამედიცინო დაზღვევა და ასე შემდეგ. და მე აი მაინც რაღაც გულუბრყვილოდ გავოცდი რომ 4 წლის განმავლობაში ყოველდღიური ბიუჯეტის მიღების დროს იყო ხელჩართული ბრძოლა. პრეზიდენტის ინიციატივით შემოდიოდა ბიუჯეტი, სადაც უქმდებოდა ვეტერანთა ყველა შეღავათები და გაუქმდა ესენი. ყველანაირი დახმარება, ყველანაირი რაღაც ის ელემენტარული პირობა, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. ეს ერთი მაგალითია ვეტერანები. განა მეცნიერებათა აკადემიაზე ჩვენ რა ძალისხმევ ჯერ თავად მეცნიერებმა რა ბრძოლა გამართეს, როგორი პროტესტი დააფიქსირეს, ლამის დაჭერებზე გადავიდნენ და მე შეურაცხყოფილი ვიყავი, როდესაც ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთ გამორჩეულ თვალსაჩინო ადამიანთან, ვანო კიღურაძესთან, აკადემიკოს ბატონ ვანო კიღურაძესთან, მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორთან შეუშვეს საფინანსო პოლიცია, რომ ამით დაეშინებინათ და ამით ასე ვთქვათ მოეთოგათ, იმიტომ რომ იყო გეგმა, გარკვეულად ასე ვთქვათ, გეგმა ბარბაროსა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებათა აკადემია უნდა განადგურებულიყო. და ჩვენ უზარმაზარი ბრძოლა დაგვჭირდა პარლამენტში იმისთვის რომ რაიმენაირად შეგვეჩერებინა. და ეხლა ვისმენთ რომ თურმე მთელი შენობები უნდა დაუბრუნდეს ისა მთელი ინსტიტუტები ისე უნდა დაბრუნდეს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, რომ თურმე აკადემიკოსები მე მგონი არ ბრუნდებათ, უნდა თუ რა. მთელი ქონება, როდესაც ბრუნდება, მთელი აქ ძირითადად ქონებაზე იყო დავა. ის ქონება იყო ყველაზე საინტერესო, ის ეგრეთ წოდებული აკადემიური დასახლება, არ მინდა რუსული ტერმინი ვიხმარო, სადაც მე უამრავი სახლი აშენდა და ძირითადად იქ არის რაღაც პროექტები, ინსტიტუტები განლაგებული და ძალიან ბევრი, მოდით ვთქვათ, რომ საქართველოში, თბილისში და ყველა დიდ ქალაქში სამეცნიერო დაწესებულებები, სკოლები, ბაღები, ბიბლიოთეკები და ასეთი მუზეუმები არის ცენტრში განთავსებული და ამიტომ ყოველთვის ყველაზე სარფიანია მათი გაყიდვა. მოკლედ რო არ გავაგრძელო. რამდენიმე საკითხს კიდე შევეხოთ. ფერიცვალება განიცადა, მაგრამ ეს არის ძალიან დროებითი და მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს უთხრა რომ კარგად დაფიქრდნენ, არ დაიჯერონ. ზუსტად ისეთივე იქნება 5 იანვრის მერე მიხეილ სააკაშვილი, როგორც იყო 4 წლის განმავლობაში და მე შევახსენებ თქვენ როგორ იქნებით ბატონ დავით აი ესა უფრო საინტერესო. ისეთივე დათო როგორიც ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით გულისხმობ, თუნდაც იგივე სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში როგორია თქვენი. ჩვენი მთელი პროგრამა არის სოციალურად ორიენტირებული, ანუ სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული. ჩვენ ვართ მემარჯვენე სოფხედო, მემარჯვენე ცენტრისტები. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს უჭერთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, მხარს უჭერთ და არა მხოლოდ მხარს უჭერთ, ჩვენ, როდესაც წარმოვადგენთ ჩვენს პროგრამას და მე შევეცდები 24-ში ნაწილობრივ ძირითადი პრიორიტეტები უკვე წარმოვაჩინო და მე აი ამ შეხვედრებზე გავშალო, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ეს არ დაწერილა, დათო მინდა გითხრა აი ამ თუნდაც 7 თუ 10 დღის განმავლობაში ჩვენ გაზაფხულიდან უკვე მუშაობთ ამ პროგრამაზე, თუ როგორი რეფორმა უნდა ჩატარდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ეს მონსტრი როგორ უნდა დაიშალოს, რა ადგილი მიეკუთვნება პროკურატურას და სხვადასხვა სამინისტროებად ისე უშუალოდ. არა, როგორ უნდა გადანაწილდეს საზოგადოებრივი წესრიგი, თქვა თვითმმართველობის დონეზე მუნიციპალური პოლიციის ჩამოყალიბები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის ეს არის თუ რა ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება და როგორ აისახება ეს თითოეულ მოქალაქეზე, როგორი სოციალური პოლიტიკა გატარდება და როგორ აისახება ეს მოხუცზე, პენსიონერზე, ბავშვზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საჭიროებს ასეთ დახმარებას და რა იქნება განათლებაში, რა მოხდება განათლებაში, როგორი პერსპექტივა გვაქვს ჩვენ დემოგრაფიის თვალსაზრისით. ჩვენ ყველა აი ამ წავე საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, რა თქმა უნდა, ეს არის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება. თქვენ გესმით, რომ ჩვენ არა ვართ ის პარტია, რომელსაც ან ამის რესურსი არა აქვს, რომ სწორი პროგრამა შეიმუშაოს, ან არ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რა თქმა უნდა, ვაანალიზებთ ჩვენ ყველა იმ საფრთხეს და
და მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება მომავალ პრეზიდენტს და თუ ეს მე ვიქენი, საკმაოდ რთულ პრობლემებთან მომიწევს გამკლავება, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ურთულეს ვითარებას საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის პრაქტიკულად საომარი მდგომარეობა რუსეთთან, ძალიან მძიმე სიტუაცია კოსოვოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ირგვლივ არის გარკვეულწილად საკმაოდ ფეთქებად საშიში სიტუაცია თურქეთ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილთან დაკავშირებით, იქით ირანი არის საოცრად ჩავარდნილი ჩვენი იმიჯი, რეიტინგი და რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილმა და მანამდე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთად აგროვეს, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ის გაცამტვერდა ერთი დღის ხელისუფლების აი დღევანდელი ნაბიჯის, მაგრამ რეალურად მთელი ამ 4 წლის მოღვაწეობის გამო. მაგრამ ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომელსაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ და რომელიც ვერაცეთ ხელ ვერ მოხერხდა თუ არ მოხერხდა ამ ქვეყანაში. ჩვენ და მე პირადად გამარჯვების შემთხვევაში აღარასოდეს რამდენი ხანიც მომიწევს იცით რომ ჩვენ ვაპირებთ პირველივე საპარლამენტო არჩევნებზე რამოდენიმე თვეში გამოვიტანოთ სამსჯავროზე რეფერენდუმის სახით საკითხი კონსტიტუციური მოწყობის შესახებ იყოს ეს საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპარლამენტო მონარქია და არაერთხელ გვილსაუბრია მე და თქვენ რომ მე პირადად ხარს უჭერ საპარლამენტო მონარქიას და ყველაფერს გავაკეთებ რომ ხალხი დავაჯერო მაგრამ რა თქმა უნდა დავემორჩილებ და აღვასრულებ იმას რასაც ხალხი გადაწყვეტს მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ ჩემ თავს საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტად და დღესვე შემიძლია და პირობა დავდო აქ რომ არასოდეს არ განვაცხადებ და არ დავაყენებ ჩემ კანდიდატურას საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტად ასე რომ და მე საერთოდ ამ პოსტზე მეგულება არაპოლიტიკოსი მიმაჩნია რომ თუ ხალხმა მაინც საპარლამენტო რესპუბლიკა აირჩია მაშინ უკეთესია რომ ეს იყოს საზოგადოებიდან ღირსეული წარმომადგენელი ზეპარტიული ფიგურა მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ჩვენ მაინც მივალთ საპარლამენტო მონარქიამდე იმიტომ რომ ეს მართლაც მოწყობა როცა არ არის პრეზიდენტი მაგრამ ერთი განმასხვავებელი რატომაც მე დავიწყე ამაზე საუბარი სანამ მე ვიქნები აი ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტი სანამ მე ვიქნები ამ ქვეყნის პოლიტიკაში მე ყველაფერს გავაკეთებ რომ აღარასოდეს ჩვენი საზოგადოება დათო არ დაიყოს ჩემიანებად და სხვისიანებად მომხრეებად და მოწინააღმდეგებად მომხრე მომღერლებად და მოწინააღმდეგე მომღერლებად მომხრე ჟურნალისტებად და მოწინააღმდეგე ჟურნალისტებად ეს არის ყველაზე მძიმე რამ რომელიც ხდება თუნდაც აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს არის დაუშვებელი. ამას აკეთებს ხელისუფლება და მე პირობას ვძებ რომ ამას არასოდეს არ გავაკეთებ. პრეზიდენტი უნდა იყოს სპექტრის ბატონო დავით გეთახმებით, მაგრამ პრეზიდენტი უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი, უნდა იყოს შენი ოპოზიციის, შენი ყველაზე წარე კრიტიკოსების პრეზიდენტი. უნდა ზრუნავდე ყველა იმ ადამიანზე, პირველ რიგში იმ ადამიანზე, ვინც მანიფესტაციას გიწყობს, ვინც პროტესტს გიცხადებს და მაშინ თუ ჩვენ მოვახერხებთ ერის კონსოლიდაციას და მაშინ ჩვენ მოვახერხებთ ტერიტორიული პრობლემის მოგვარებასაც, მაშინ მოვახერხებთ იმ საგარეო საფრთხეებთან გამკლავებასაც, რომელიც ასე მრავლად გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. რომ მას შემდეგ რაც პროგრამა იქნება გაცნულ უკვე გამოქვეყნებული ოფიციალურად, ჩვენ უკვე ცალკეულ საკითხებზე უფრო მასშტაბურად სწორედ ეს მინდა მე ვთხოვოთ თქვენ ტელევიზიას იქნებ იყოს საშუალება აპირებს დავიწყოს სპეციალური დებატების ფორმატი. მე მაგალითად მზათა ვარ წავდგე ჟურნალისტების წინაშე, თუნდაც საგარეო პოლიტიკასთან, თუნდაც სოციალურ პოლიტიკასთან ეს იქნება თემატურად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ძალიან ზედაპირული საუბარი. საზოგადოებას, მაყურებელს უჭირს გარკვევა, რა განსხვავება აქვს, თქვათ, ამა თუ იმ კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას შორის არა და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. დღეს არის შემთხვევა, როდესაც არის საშუალება და შანსი, რომ არა მხოლოდ სიძულვილით, არა მხოლოდ მოცილების მიზნით, არამედ ხვალინდელი უკეთესი დღის მიზნითაც გავაკეთოთ არჩევანი, არა ემოციით, არამედ გონებით და ასე ვთქვათ, წინასწარ განჭრებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, ახალი მემარჯვენების საპრეზიდენტო კანდიდატი დავით გამყრელიძე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი თავისუფალი ვაჭრობა და სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და თურქეთს შორის დღის კომენტარის შეკითხვებს რამდენიმე წუთში ოსმან თურანი, პაატა კურტანიძე და პაატა შეშელიძე უპასუხებენ.